მრავალი ცოდნა დაიკარგა დაუდევრობის გამო, მრავალი უშუალოდ რეცეპტი შეიძლება დაიკარგა, ის ჯანმრთელობა იქნება თუ უშუალოდ ადგილობრივი მეურნეობა ქართული. Რაღაცის გამო რაღაცა ოსტატი წავიდა და წაიღო ეს ცოდნა, მაგრამ უფალმა არინება რომ ქართველი დარჩენილიყო მისთვის დამახასიათებელი და მის მიერ მოპოვებული ყველაზე დიდი საუნჯის ქართული საეკლესიო გალობისგან. და უფალმა ინება რომ ეს ცოდნა გადარჩენილიყო და მე-19 საუკუნეში მაშინდელ ქართველ პატრიოტებს როგორც სასულიეროს ასევე საეროს ეღვაწათ და ეს ცოდნა დაეფიქსირებინათ ნოტებზე. ასევე უფალმა ინება რომ ეს აუდიო ჩანაწერები რომელიც არის როგორც არაერთხელ აღმინიშნავს ერთადერთი გზამკვლევი იმისათვის რომ ჩვენი სამუსიკო მეცნიერებისათვის რომ ჩვენ დავადგინოთ ჩვენი სამუსიკო მეცნიერების წესები და კანონები ეს დავანებული არის რა თქმა უნდა ამ ხელნაწერებში და განსაკუთრებით კიდე ამ აუდიო ჩანაწერებში რომელიც სიცოცხლის უნარიანს ხდის და ხელს უწყობს სწორედ ამ ცოდნის გამოვლენას და იმ წესებისა და კანონების დაფიქსირებას რაც ნამდვილად მას აქვს. იმიტომ რომ ეკლესიაში წესებისა და კანონების გარეშე არაფერი არ ხდება. დიახ, ეხლა უშუალოდ რაც შეეხება ამ საგალობლების სხვადასხვა ჰარმონიას, სხვადასხვა სამგალობლო სკოლებს. ახაც ისეთი მრავალფეროვნება გვაქვს, რომ აი შესაშური ნამდვილად. ჩვენ გვაქვს ძირითადად სამი სამონასტრო სკოლის, ანუ საქართველოს კუთხეების მიხედვით სამი ყველაზე დიდი წარმონაქმნები ეს არის გელათის, ეს არის ეგრეთ წოდებული შემოქმედის და ეს არის ეგრეთ წოდებული ქართკახური კილოს ნიმუშები. და ეს სამივე მსხვილი წარმონაქმნი კიდევ იშლება სხვადასხვა ასე ვთქვათ სამგალობლო სტადიებად, როგორც არის მაგალითად სადაკილო, ნამდვილი კილო გამშვენება. აი მაგალითად ჩვენ რა გვაქვს ახლა რა მოგვეპოვება ამჯერად რა შემოგრჩა ღმერთის მადლით. ჩვენ გვაქვს მაგალითად გელათის სკოლის სამივე სტადია წარმოდგენილი. საბავშვო ანუ უმარტივესი ხმათა შეწყობები, გვაქვს ნამდვილი კილო, რომელიც წარმოადგენს პრაქტიკულად გამშვენების დასაწყისს და გვაქვს კიდე ეგრეთ წოდებული გამშვენების კილო შემდეგი ეტაპი ნამდვილი კილოსგან მიღებული, სადაც გვაქვს ხმათა შეწყობის არაჩვეულებრივი ნიმუშები, ხმების გაცვლა იქნება ეს, კილოს დამალვა იქნება, განსაკუთრებული სახის კადენციები წარმოდგენილი და ასე შემდეგ. ანუ სამი სხვადასხვა ეტაპია. ასევე ჩვენ გვაქვს შემორჩენილი შემოქმედის სკოლის სადა ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ხმათა შეწყობები, სადაც პირველ ხმას მეორე მისდევს კვინტით და პირველ ხმას მისდევს ბანი ოქტავით და ეს კვინტურ-ოქტავური პარალელიზმები, რომელიც დამახასიათებელია ასევე ძველი ორგანუმებისთვის, მინდა ვთქვა და რომელიც შესახებაც ფილი მაქორიძე წერს, რომ ასეთი ხმათა შეწყობები იყო პირველადი წარმონაქმნები მრავალხმიანობისა საქართველოში და ეს რა თქმა უნდა საფუძველს მოკლებული არაა და ჩანს რომ ეს ნამდვილად ასე იყო. ეს არაჩვეულებრივი ფორმები არის შენარჩუნებული ეგრეთ წოდებული შემოქმედის სკოლის საგალობლებში. მე რომ მკითხოს გასმეთ ჩემი სუბიექტური აზრია, ეს შემოქმედის სკოლის საგალობლებიც მე ვფიქრობ გელათის სკოლის საგალობლების ტრადიციას მიეკუთვნება, ვინაიდან ის როგორც ვარლავ სიმონიშვილი აღნიშნავს, გურიაში მანამდე გავრცელებული იყო სადაგალობა და გელათში ნასწავლმა აზნაურმა თკიტიშვილებმაო დაამკვიდრესო ერთი საუკუნის წინო გურიაში ეგრეთ წოდებული გამშვენებული გალობაო. ხო, ეს კვლევის თემაა კიდე რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და მე როგორც მეცნიერი ვალდებული ვარ ეს ასე ვთქვათ გავახმოვანო. ასე რომ გვაქვს გელათის სამგალობლო სკოლის სამი ვარიანტი, სადა, ნამდვილი და გამშვენებული. გვაქვს შემოქმედის სკოლის ორი ტიპი, სადაკილო და გვაქვს გამშვენებული და თქმა უნდა გვაქვს კიდე ეგრეთ წოდებული ქართკახური კილოს ორი ასე ვთქვათ მიმართულება, ეს არის ქართკახური სადა და ეს არის ქართკახური გამშვენებული. რა თქმა უნდა, აქაც დიდი მრავალფეროვნება, მაგალითად ჩვენ, როდესაც ავიღებთ დიმიტრი არაყიშვილის მიერ თბილისში ჩაწერილი მგალობლების ნიმუშებს, იქ მელიზმატიკა ძალიან ჭარბად არის წარმოდგენილი. ეს განსხვავებით
ხალხური შტოს ერთ-ერთი ღირსეული წარმოადგენლებისაგან არბელანტ კილოს ნიმუშებში ეს მელიზმატიკა მინიმალურ დონემდეა დაყვანილი, თუმცა ეს რა თქმა უნდა შეიძლება განსაკუთრებით კადენციებში. დიდი ახლა აღმოჩნდა გარეჯის სკოლის საგალობლები, რაც ძალიან საინტერესოა ამავე დროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ უამრავი ნიმუშია და ჩვენ როდესაც დღეს საკითხი დგება ქართული გალობის ზეპირის შესწავლის ტრადიციების აღდგენაზე, ანუ ჩვენ ნოტებიდან კი არ ვისწავლოთ მარტო ქართული გალობა, არამედ ვიაზროვნოთ კილოში და ასე შემდეგ, ამ სკოლების ხმათა შეწყობის პრინციპების გამოვლენას, ანუ ჰარმონიზაციის პრინციპების დადგენას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ კილო ჰანგი პირველი ხმა, სადაც პირველი ხმა გადის, იმ პირველ ხმას ის პირველი ხმა როგორ განმავითაროთ ამა თუ იმ სკოლის ჰარმონიის პრინციპით, როგორც პირველი ხმა. და იმ პირველ ხმას ამა თუ იმ სკოლის ჰარმონიის პრინციპში როგორ შეუწყოს მეორე და ბანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ წიგნში, მეგობრებო, წიგნის ბოლოს მოცემულია ქართული საეკლესიო გალობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში ანგელოზი ღაღადებს, რომლის ბევრი აუდიო ჩანაწერი გვაქვს ჩვენ სხვათა შორის მინდა გითხრათ, გვაქვს არტემის მიერ ჩაწერილი ორი ვარიანტი ანგელოზი ღაღადებს, როგორც სადა ასევე გამშვენებული და გვაქვს ვინაიდან ანგელოზი ღაღადებს იგივე ხანგია რაც შობა შენი უხსნელას, გვაქვს გიგო ერქომაიშვილის აღნიშნულ სასაგალობელში. ამდენად ჩვენ შეგვიძლია მარტო ამ ერთი ხანგის სამ ნიმუში იმდენი მრავალფეროვნება დავინახოთ, რაც რა თქმა უნდა როგორც ვთქვით, აი ზეპირის სწავლის პრინციპისთვის გამოგვადგება ჩვენ. ანუ ხმათა შეწყობის პრინციპებზე აქვს საუბარი. განვითარებაზეა საუბარი და გამშვენებაზე საუბარი. ამიტომ ვისაც სურს რომ ესე ვთქვათ სხვადასხვა სკოლებში არსებული ჰარმონია ერთმანეთს შეადაროს, ძალიან კარგი მაგალითია წარმოდგენილი აქ ამ წიგნის 172 გვერდზე, სადაც წარმოდგენილია ანგელოზი ღაღადებს სხვადასხვა სკოლის, სხვადასხვა კილოს ნიმუშების თვალსაზრისით. ანუ კილოს ამ შემთხვევაში გულისხმობს სადაა ის თუ გამშვენებული. ამდენად ეს შეგვიძლია ჩვენ ახლა ეს დავათვალიეროთ აი ამ წიგნში და შევხედოთ. აი მაგალითად აქ არის საუბარი პირველ ნიმუშად წარმოდგენილია ანგელოზი ღაღადებს გელათის სკოლის ნიმუშში, აი მაგალითად სადა ვარიანტში როგორ არის. შემდეგ წარმოდგენილია შემოქმედის სკოლის იგივე პირველი მუხლი, სადაც ხმათა შეწყობა მაგალითად მეორე ხმა შედის სეკუნდაში, ბანი ოქტავაში. შემდეგ წარმოდგენილია შემოქმედის სკოლის ნამდვილი კილო. ხმათა შეწყობის პრინციპებს აქ ძალიან კარგად ვხედავთ. შემდეგ წარმოდგენილია გამშვენებული კილო, შემდეგ წარმოდგენილია გელათის გამშვენებული კილო, მეორე მუხლი როგორ მიდის და ასე შემდეგ. ანუ თითოეული მუხლი არის წარმოდგენილი მეგობრებო და წარმოდგენილია ეს 5 ვარიანტში. შემოქმედის იქნება გელათის თუ ქართკახურში და ამდენად ეს ძალიან კარგი ნიმუშია იმისათვის, რომ ჩვენ თვალნათლივ დავინახოთ ხმათა შეწყობის განსხვავებული პრინციპები სხვადასხვა სკოლებში და ამავე დროს დავინახოთ რა თქმა უნდა პოლიფონიური განვითარება ამა თუ იმ საგალობლები, ანუ გამშვენების პრინციპები როგორ ვითარდებოდა ქართულ საეკლესიო გალობაში. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის ერთ კანონიკურ სივრცეში წარმოდგენილი, აქ ყველგან დაცულია მეგობრებო, რაც ახასიათებს მუხლის კანონზომიერებას, აქ არის კილო, აქ არის მეტრი, აქ არის ესე ვთქვათ მართლობის განაწილების პრინციპი. რა თქმა უნდა ეს სამი უმნიშვნელოვანესი დებულება რაც უნდა ახასიათებდეს მუხლს, უნდა იყოს დაცული. ვერ ვიტყვით იმასაც, რომ ეს პრინციპები ტოტალურად არის შენარჩუნებული ამ უამრავ ხელნაწერში. გარკვეული ესე ვთქვათ ცდომილებები არის და წარმოუდგენელია ეს ცდომილებები არ არსებულიყო, ვინაიდან ეს ხომ ფურცელზე არ ფიქსირდებოდა ყველაფერი, ეს ცოდნა მათ ჰქონდათ ზეპირად და ზოგიერთ გალობას შეიძლება ანარჩუნებდა, შეიძლება ჩამწერის ბრალიცა ზოგადად ეს ცდომილებები, მაგრამ ძირითადად ისევ ვიმეორებ, მუხლს აქვს თავისი კილოური ნიშანი, მას უნდა ქონდეს თავისი ფიქსირებული მეტრი, ანუ ზომა ქართულად და უნდა ქონდეს მართლობის განაწილების პრინციპი. და რა თქმა უნდა ჩვენ ისევ დაუბრუნდებით იმას, რომ
ეს ფორმები, მრავალხმიანობის ფორმები, რომელიც ჩვენთან რა თქმა უნდა ვოკალურად, ანუ ხმიერად სრულდებოდა, ეს არის უზარმაზარი მუსიკალური აზროვნების შედეგი. და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენს წინაპარს ღვთის ადიდებლად ჰქონდა, ასე ვთქვათ, ჩაფიქრებული და ასე ვთქვათ, განხორციელებული. ძალიან საინტერესოა ასევე ხმათა განვითარების გზაზე, ასე ვთქვათ, კადენციების ფორმები. მინდა გითხრათ, რომ ამა თუ იმ საფეხურზე დაბოლოების რამდენიმე ვარიანტები არსებობს. მაგალითად, კილოს მესამე საფეხურზე თუ მთავრდება, ამ შემთხვევაში გულისხმობ სიტყვაზე, ვთქვათ, პირველი კილო კომბინაციის ზედა კილოს მესამე საფეხურზე როცა მთავრდება, მას აქვს რამდენიმე დაბოლოება: უნისონი, კვინტა და დაბალი უნისონი. აი მაგალითად, მეოთხეზეც თუ მთავრდება, იგივე ვარიანტია, მაგალითად, ფა კილოში თუ ვართ, მეოთხე საფეხური დოა, ხო? დოზე მთავრდება, შეიძლება დამთავრება იყოს უნისონზეც, იყოს კვინტაზეც, როგორც დო, ფა და იყოს ქვედა უნისონზე. ამ შემთხვევაშიც, აი მაგალითად, თუ ავიღებთ ჩვენ ამ წიგნში დაკვალად გიხაროდენ შემოქმედის სკოლის დაბოლოებას, ანუ კადანს დაკვალად სადა ვარიანტში ეს არის ასე: დაკვალად გიხაროდენ. ამ შემთხვევაში აქ ასეთი დაბოლოების ვარიანტი: დაკვალად გიხაროდენ. აქ არანაირი კანონიკური დადარღვევა არ არის. ეს არის სრულიად ლეგიტიმური და ჩამოყალიბებული და მიჩნეული და დამკვიდრებული ფორმა. და ასეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, უამრავი იგი ჩართული კადენციები, მაგალითად ასეთი რომ ეს არ არის კადანსი. ეს არის მუხლში ჩართული ფორმა, რომელიც იძლევა, ჩემი ფიქრით, სუბიექტური განჯით იძლევა უბრალოდ ჰანგის გააზრების მეტ საშუალებას, მეტი განცდის, მეტი სიმძაფრის ამ შემთხვევაში შემოტანის საშუალებას გვაძლევს. ეს არ არის კადენცია, ანუ სადაც მუხლი მთავრდება. ეს არის მუხლში ჩართული რაღაც მუსიკალური ფრაზა, რომელიც ერთი შეხედვით კადენციას გავს, მაგრამ სინამდვილეში კადენცია არ არის იმ თვალსაზრისით, რომ აქ მუხლი არ მთავრდება. უბრალოდ განვრცობილია ამ ხერხით, ასე ვთქვათ. და ასეთი ხერხები ქართულ საეკლესიო გალობას ძალიან ბევრი აქვს. მისი გამომსახველობითი მაჩვენებლები ძალიან დიდია და ფართო. ამის თქმა მინდოდა და ამ თვალსაზრისით ამასაც მიაქციეთ ყურადღება, აი რამდენად მრავალფეროვანია მუხლის დაწყების და დაბოლოების ვარიანტები.